მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ სამი კომიტეტის ერთობლივ სხდომას. სხდომის წესრიგით გათვალისწინებულია ერთი საკითხი, ეს არის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. გთხოვთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობა. კეთილი, მოგესალმებით ჩვენს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს. თქვენთან ერთად გაერთიანებულ კომიტეტზე გვაქვს ერთი საკითხი განსახილველი, ეს არის საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენა და ამავდროულად ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულების შესახებ ინფორმაციის განხილვა. მე ვთხოვ, კვორუმი გვაქვს და ეს დღის წესრიგი დავამტკიცოთ. დიდი მადლობა თანხმობისთვის. მეც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს ვთხოვთ იგივე საკითხთან დაკავშირებით ასევე მხარდაჭერას დღის წესრიგის ამ საკითხის. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2024 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე მომდევნო 4 წლის პარამეტრებს, რაზეც უნდა დაიგეგმოს უკვე შესაბამისი წლების ბიუჯეტები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ ჩვენ იმისათვის, რომ თქვენს წინაშე წარმოვადგინოთ უკვე 1 ოქტომბრისთვის 2025-26 წლის ბიუჯეტი. დავიწყებ შესრულების ნაწილით, ჩვენ 2024 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 5.2%-ის ოდენობით ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა შემდგომში უკვე მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე შეიცვალა პროგნოზები და საბოლოო პროგნოზით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენდა 9%, ხოლო ამავე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი შეადგენდა 90.9 მილიარდ ლარს. მთავრობის ვალის მაჩვენებელი პროგნოზირებული იყო 36.8%-ის დონეზე, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი ჰქონდა 2.5%. ფაქტიური მაჩვენებლების მიხედვით გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4%, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იყო 91.891 მილიონი ლარი, ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით 9.141 ამერიკული დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, გასულ წელს ისევე როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში ინფლაცია ჰქონდა მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალი. წლის ბოლოსთვის გასულ წელს 1.9% შეადგინა წლიურმა ინფლაციამ, თუმცა საშუალო მაჩვენებელი ინფლაციის გასულ წელს შეადგინა 1.1%-ს. რაც შეეხება საგარეო სექტორს, რაზედაც დიდწილად დამოკიდებული იყო ჩვენი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, გასულ წელს საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 8.3%-ით 23 მილიარდ 484 მილიონი დოლარი იყო ჯამში საგარეო ვაჭრობა, აქედან ექსპორტის მაჩვენებელი იყო 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 16 მილიარდ 924 მილიონი დოლარი. ვაჭრობაში, საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის წილი არის 22.1%, 5 მილიარდ 180 მილიონ დოლარამდე იყო ვაჭრობა ევროკავშირთან, შემდეგ მოდის თურქეთი 13.8%-ით 3 მილიარდ 231 მილიონი დოლარი, შემდეგ რუსეთი 10.8%-ით. გარდა ვაჭრობის და საგარეო სექტორიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ეკონომიკაში ტურიზმის მიმართულებას. გასულ წელს საქართველოს ეწვია 6.456.000 ვიზიტორი, მათ შორის ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა შეადგინა 5.91.000. თუ შევადარებთ წინა წლის მაჩვენებელს, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა არის დაახლოებით 9%-ით გაზრდილი და 2019 წლის დონეზეა 100.2%-ია, უკვე აღდგას რაოდენობრივადაც ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან მიმართებაში. რაც შეეხება შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან, აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 4 მილიარდ 425 მილიონი დოლარი, 7.3%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს აღემატება 35%-ით. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ამ ფულად გზავნილების ნაწილში 21%-იანი შემცირება გვაქვს, ჯამში ფულად გზავნილება შეადგინა 2 მილიარდ 983 მილიონი დოლარი და შემცირება არის დაკავშირებული სრულად რუსეთის ფედერაციიდან იმერჯერადი თანხების გადმორიცხვასთან, რომელიც 2023 წელს იყო ძირითადად 24 წლის მეორე ნახევრიდან ეს მაჩვენებელი კლებადი იყო და შესაბამისად შემცირებულია ჯამში რუსეთიდან მიღებულია 500 მილიონი დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 500
558 მილიონი დოლარი, 551 მილიონი დოლარი იტალიიდან და მას შემდეგ ქვეყნებს უფრო დაბალი წილი აქვთ. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა გასულ წელს შეადგინა 1.318 მილიონი დოლარი. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის ნაწილში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები შესრულდა გადაჭარბებით 100.4 მილიონი შეადგინა, ჯამში იყო 25 მილიარდ 722 მილიონი ლარი, გასულ წელს ფაქტიური შესრულება შემოსავლების, მათ შორის გადასახადების ნაწილში მივიღეთ 23 მილიარდ 290 მილიონი ლარი, აქ არის 100.1% შესრულების მაჩვენებელი და აქვე გასათვალისწინებელია, რომ გასულ წელს დღგ ზედმეტობის სახით 2 მილიარდ 546 მილიონ ლარზე მეტი იქნა დაბრუნებული. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციას, 559 მილიონი ლარი მივიღეთ პრივატიზაციის შედეგად, 111.8%-ია, ხოლო სესხების დაბრუნების ნაწილში 252 მილიონი ლარი მივიღეთ და ესეც 109.7%-ია გადაჭარბებით იქნა შესრულებული. მნიშვნელოვანი პარამეტრები, რაც ნაერთ ბიუჯეტს უკავშირდება, ჩვენ მოგეხსენებათ კანონით არა თუ ნაერთ ბიუჯეტზე, არამედ ერთიან ბიუჯეტზე გვაქვს დადგენილი დეფიციტის მოცულობა, 2.4% იყო განსაზღვრული, თუმცა მაღალმა ეკონომიკური ზრმას და შესაბამისად მაღალმა შემოსავლებმა შესაძლებელი გახადათ ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო დაბალი ყოფილიყო 1.9% შეადგინა, თუმცა რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტს, რომელსაც ვიტყვით საავადმყოფოდან შეთანხმებული მეთოდოლოგიის მიხედვით, ამ მეთოდოლოგიით დათვლილი ჰქონდა 2.5% მთლიანში პროდუქტთან მიმართებაში და საბოლოოდ ფაქტურმა მაჩვენებელმა შეადგინა მთლიანში პროდუქტის 2.4%. და მთავრობის ვალის მოცულობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მე მოგახსენეთ, რომ 36.8% იყო დაგეგმილი, თუმცა საბოლოო ჯამში მისმა მაჩვენებელმა 36.1% შეადგინა და უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ეს თავდაპირველი პროგნოზით ჰქონდა განსაზღვრული. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტში, ისე როგორც ნაერთ ბიუჯეტში, საკმაოდ კარგია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვითი ნაწილის შესრულება. პირველ რიგში მინდა შემოსავლებს შევეხო, გასულ წელს ჩვენ შემოსავლების სახით მივიღეთ 21 მილიარდ 858 მილიონ ლარზე მეტი, ჯამში ეს არის 100.6% შესრულება, მათ შორის გადასახადებში მივიღეთ 20 მილიარდ 196 მილიონი ლარი, 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი, გრანტებში მივიღეთ 335 მილიონ ლარზე მეტი, 126%-ია გრანტებში შესრულების მაჩვენებელი და სხვა შემოსავლებში მივიღეთ 1.316 მილიონი ლარი, რაც ასევე გადაჭარბებით იქნა 103.7%-ია შესრულების მაჩვენებელი. სახელმწიფო ბიუჯეტის წილი პრივატიზაციაში ასევე 100%-იანია შესრულება 104.1%, 301 მილიონი ლარია მიღებული, ხოლო სესხების დაბრუნების ნაწილში 354.6 მილიონი ლარი მივიღეთ და აქაც 115%-ამდეა შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ვალების ნაწილს, გასულ წელს საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ 1.521 მილიონი ლარი, 1.411 მილიონი ლარი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტების სახით მივიღეთ 327 მილიონი ლარი. რაც შეეხება ვალების მომსახურებასა და დაფარვას, 2024 წელს საგარეო ვალების მომსახურებაზე და დაფარვაზე მიიმართა 1.957 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალების ნაწილში მიიმართა 794.3 მილიონი ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ჩვენ მოგეხსენებათ მაღალი ეკონომიკური ზრდისა და დამატებითი შემოსავლების პირობებში გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გავზარდეთ დაახლოებით 900 მილიონი ლარის ოდენობით, 25 მილიარდ 930 მილიონი ლარი იყო საბოლოო ჯამში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა, შესრულებას რაც შეეხება საკაცრო შესრულებამ შეადგინა 25 მილიარდ 946 მილიონი ლარი, შესაბამისად დაგეგმილი მაჩვენებლის 100.1%-ია შესრულებული. თუ შევხედავთ უწყებების მიხედვითაც, აქაც შესრულების მაჩვენებელი თითქმის ყველა უწყებაში გვაქვს მაღალი, სამინისტროებში ყოველ შემთხვევაში ყველგან არის 100%-თან ახლოს, გადაჭარბებითაც შესრულების მაჩვენებელი, რამდენიმე მაღალ ბიუჯეტიანი უწყების შესრულებას მოგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში 8 მილიარდ 91 მილიონი ლარი იქნა ათვისებული და 100.2%-ია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2 მილიარდ 564 მილიონ ლარზე მეტი და 100.8%-ია, რეგიონული განვითარების
განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 3.901 მილიონი ლარი და ახაც გადაჭარბებით არის შესრულებული 104.1%. რაც შეეხება ამ კომიტეტების თქვენი კომიტეტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და თემატურ სამინისტროს საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში საკასო ხარჯმა შეადგინა 191.9 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლებთან მიმართებაში 99.7%-ია, მათ შორის პროგრამების დონეზეც ყველა პროგრამაში შესრულების მაჩვენებელი გვაქვს კარგი, ზოგადად საგარეო პოლიტიკის ნაწილში 99.7 ლარია შესრულების მაჩვენებელი, მათ შორის დიასპორულ პოლიტიკის ნაწილში 1.512 ლარი მიმართა და 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების პროგრამის ფარგლებში 1.918 მილიონი ლარი იქნა 1.918.000 ლარი იქნა შესრულებული და 113%-ია დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში. ეს არის რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტის შესრულებას, რაც შეეხება წლევანდელ ტენდენციებს და მომდევნო წლების პარამეტრებს, აქ მოგახსენებთ, რომ ჩვენ წელსაც ისევე როგორც გასული 4 წლის განმავლობაში დაგეგმილთან შედარებით მაღალი გვაქვს ეკონომიკური ზრდის ტემპები. პირველ კვარტალში 9.3% იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა, პარასკევს 30-ში გამოქვეყნდა უკვე 4 თვის მაჩვენებელი და შესაბამისად 8.8%-ია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილთან მეტი, უფრო დაგეგმილთან შედარებით უფრო მაღალი ზრდის ტემპები ამ ეტაპზე, ვიდრე 6 თვის შესრულების გაანალიზების საშუალება არ გვექნება, ეკონომიკურ პარამეტრებს არც წლევანდელს არ ვცვლით, შენარჩუნებული გვაქვს 6%-ის დონეზე, ინფლაციის მაჩვენებელი არის მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო, ჯერჯერობით მიზნობრივი დაბლა გვაქვს შენ კიდევ, თუმცა სავარაუდოდ მიზნობრივი მაჩვენებელთან ახლოს იქნება საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი, რაც შეეხება მომდევნო წლებში ეკონომიკური და ზოგადად სამი სცენარი გვაქვს წარმოდგენილი, მოგახსენებთ საბაზო სცენარზე ეკონომიკური და დაახლოებით 5.3%-ის ფარგლებშია საშუალო მომდევნო წლების განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი არის მიზნობრივი ინფლაციის დონეზე დაგეგმილი, რაც შეეხება მთავრობის ვალის მაჩვენებელს, მისი პარამეტრი ეტაპობრივად კრებულობს, ვინაიდან ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს დაბალი დეფიციტი 2.5%-ის დონეზე დეფიციტი და შესაბამისად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ვალის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირდეს. რაც შეეხება ოპტიმისტურ და პესიმისტურ სცენარებს, ოპტიმისტურ სცენარში 7%-ს აღწევს თითქმის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს 6.7%, პესიმისტური შემთხვევაში, პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში 4.8%-მდე შეიძლება შემცირდეს, თუმცა როგორც წესი, პირველი 4 თვის მაჩვენებელი გვაჩვენებს, რომ უფრო ოპტიმისტური სცენარისკენ არის წლევანდელი წელი ვიდრე პესიმისტურისკენ. რაც შეეხება სამინისტროების ძირითად მიმართულებებს, აქ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ცვლილება პრინციპში არ არის, ვინაიდან ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც გასული წლის ბოლოს მთავრობის პროგრამასთან ერთად იქნა დამტკიცებული, მიმართულებებზეა, რა თქმა უნდა, ის მიმართულებებია ასახული მომდევნო წლებისთვისაც და სწორედ ამ ძირითადი მიმართულებების ფარგლებში, სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიმართულებების ფარგლებში მუშაობს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ყველა ის სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილია და რომელიც დაფინანსდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან. დიდი მადლობა, თუ კითხვები გაქვთ, რა თქმა უნდა, მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა ბატონო გიორგი. კითხვები თუ არის კოლეგებისგან? ან კომენტარები? არ არის. კეთილი, დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, კიდევ ერთხელ ჩამოგვირკრაკრაკეთ ეს მონაცემები, მნიშვნელოვანია, რომ 2024-ში ბოლო წლების განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გქონდა, 91 მილიარდს აცდა ჩვენი GDP, დოლარში ერთ სულ მოსახლეზე $9,000 აცდა და ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი დაპირებული მიდგომა, რომ 2030-ისთვის ჩვენ იმ ევროკავშირის სტანდარტს უახლოვდებით და სწორედ აი ამ გრაფიკით ეს მიღწევადია, ასე ვთქვათ, ერთ სულ მოსახლეზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე ამავე დროს მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ჩვენ გვესწრებიან ასევე დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ბატონი მუხრან გულაღაშვილი და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სამინისტროების პროგრამებთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ პროგნოზებით და მიმდინარე ანგარიში, მე უბრალოდ კითხვა მინდა დაგისვათ მაინც და საზოგადოებაც მოისმენს, იმიტომ დიასპორაც გვისმენს ახლა ჩვენ. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში საკვირაო სკოლები, რომელიც მსოფლიოში
არის სხვადასხვა ქვეყანაში წარმოდგენილი, ძირითადად თავის დაფინანსებით იყო, რომ ეს ასე ვთქვათ, საყოველთაო განათლების ფუნქცია მიეცეთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი ამ მიზნობრივი პროგრამებით, საგრანტო პროგრამებით, ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღო მაქსიმალურად და გვერდში უდგა სამსაკვირაო სკოლებს, რომლის თვალშორის არაერთი დემონსტრირება იყო ამ რამდენიმე დღის წინ ის ფორუმი, ის შეხვედრები დიასპორასთან და იქ იმ ახალგაზრდების, ასე ვთქვათ, გამოსვლა. მე უბრალოდ ბატონო მუხრან, ან თქვენ რო გვიპასუხოთ, მე რამდენად მაქვს ინფორმაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს გარკვეული, ასე ვთქვათ, რეფორმა შეიტანოს ამ საკვირაო სკოლების პედაგოგების მიმართულებით, გადამზადება და ამასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე სიტყვით რო საზოგადოებას გითხრათ. მოგესალმებით ყველას. ბატონო ირაკლი, კარგად ახსენა, რომ ეს მართლაც ისეთი უნიკალური პროგრამაა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ახლა მესმის, როცა საჯარო სკოლებში მიდის კვალიფიკაციის ამაღლება, მაგრამ როცა საზღვარგარეთ საკვირაო სკოლებში საუბარია აქ არაფორმალურ განათლებაზე, იქ მიდის აი ეს გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტების ჩადება, ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებული შემთხვევაა და მართალი გითხრათ, რაც მე მაქვს გადათვალიერებული დანახი და ამ შემდეგ ალბათ არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ჩემამდე ჯერ ეს ინფორმაცია არ მოსულა მსოფლიო მასშტაბით, რომ დაუშვათ ასეთი რაღაც ქონოდეს ვინმეს. გასულ წელს დავიწყეთ საკმაოდ ისეთი შრომატევადი კომპონენტი იყო ეს, განათლების სამინისტროსთან ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ, მასწავლებლების გადამზადების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ბატონ ბერიკას უწყებასთან, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მათ, სერიოზული სპეციალისტები ჩაერთდნენ, რამდენადაც მე ვიცი დაახლოებით 15-20 კაცამდე იყო ჩართული და ამას ის მოყვა, რომ ესე იგი შედეგად გასულ წელს დავიწყეთ ეს და წელს უკვე დავასრულეთ. შედეგი კი იხილეთ ბატონო ირაკლი თქვენს და იმედი მაქვს, რომ ბევრი ესწრებოდით იმ ჩვენს ღონისძიებას, სადაც პირდაპირ იყო ეს აი კურსი ვინც გაიარა სრულყოფილად ის მასწავლებლები დაჯილდოვდნენ, სულ 62 მასწავლებელი იყო, ბევრმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვინც გაიარა სრულად, თუმცა ეს იყო პირველი ეგრეთ წოდებული საპილოტე პროექტი და აუცილებლად ჩვენ ახლა ვნახეთ იქ რა შეიძლება ყოფილიყო კიდევ დავამატოთ, გავაუმჯობესოთ, ბუნებრივია, აუცილებლად გავაკეთებთ ამას. ეს იყო ონლაინ, მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ მერე რომ რაღაცა ფორმით დაუშვათ შეიძლება რეგიონალური გავაკეთოთ ამა თუ იმ ქვეყანაში და იქ მასწავლებლები უკვე ტეტ-ა-ტეტ რომ იტყვიან უშუალოდ რომ ჩავიდნენ ჩვენი სპეციალისტები და ეს საკითხი იქ ადგილზე გადაწყვიტონ, ადგილზე მოხდეს შესაბამისი ტრეინინგების და ყველაფერს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აღარ მინდა იმაზე საუბარი, თვითონ მასწავლებლებისგან რამდენად დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამან. გარდა ამისა, ამას მოვაყოლებდი ბარემ იმასაც, რადგან საკვირაო სკოლებზე ვსაუბრობთ, რომ თქვენ იცით ალბათ ყველამ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, როცა გინდა რომ დაუშვათ ქვეყანაზე იყოს ადამიანი, ასე ვთქვათ, ქვეყანასთან კავშირში იყოს, მნიშვნელოვან კავშირში, ეს არის ენა, ნომერი პირველი კომპონენტი. მეორე კომპონენტად შეიძლება კულტურული იდენტობა ჩავთვალოთ, თვითყოფადობა და ეს მეორე მომენტია, მაგრამ პირველი ეს არის ენა. ამიტომ ვამახვილებთ საკვირაო სკოლებზე განსაკუთრებულ ყურადღებას და ბატონო ირაკლი, მინდა გითხრათ, რომ უკვე მზად არის, აი ახლა უკვე ალბათ დავაკაბადონებთ, გადავხედავთ კიდევ ერთხელ, საკვირაო სკოლის მასწავლებლებსაც გაუგზავნით, იცით რომ გასულ წელს ჩვენ გავაკეთეთ A1 დონის სახელმძღვანელო, ჩვენ რა განათლების სამინისტროსთან ერთად მე მხედველობაში მაქვს, ის და უკვე A2 დონის სახელმძღვანელოც წამოეწია ამ პერიოდში, ისე რომ მომავალი, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესის დაწყებისთვის, სექტემბრისთვის, ესეც მზად გვექნება ჩვენ და იმედი გვაქვს, რომ მოვასწრებთ მის დაბეჭდასაც. ყოველ შემთხვევაში გამზადებულია და ბუნებრივია, ყველამ იცით რომ ეს გადაეცემათ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მოთხოვნის მიხედვით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვის რამდენი მოწაფე ყავს, რა თქმა უნდა, ეს დინამიკა ზრდადია, კლებადი, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ეს ინფორმაცია გვაქვს და ამის მიხედვით უგზავნით ხოლმე. მოკლედ, ძალიან რომ არ გავრცელდე, დიდი მადლობა და თუ კი რაიმე იქნება კიდევ შეკითხვა, მზად ვარ უპასუხო. დიდი მადლობა. კომიტეტს თუ კითხვები აქვს, დიასპორის კომიტეტს, არა, მაშინ თქვენი ცნებართვით კენჭი უყაროთ, ამ ანგარის ვინ არის და მივიღოთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, გთხოვთ ხარი დაუჭიროთ. მადლობა. მადლობთ, სანამ კენჭისყრაზე გამოვიდან ორი სიტყვით ვიტყვი მეც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ბატონ გიორგი ანგარიშის წარდგენისთვის. სამ საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას და საზოგადოების ყურადღებას. პირველი ის, რომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენ არაერთხელ ბოლო პერიოდის განმავლობაშიც მოვისმინეთ საერთაშორისო ანგარიშებიც. ეს ცალსახად ის მაჩვენებლები, რაც ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში, არის სახელმწიფოს მხრიდან სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. და თან ძალიან რთულ გარემოში
გარემოში, სადაც საქართველო იმყოფება. ჩვენ რაღაცად მივეჩვიეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ თითქოს ბუნებრივად გვეჩვენება, რომ ასეც უნდა იყოს. არა, მეგობრებო, ასე არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, მათ შორის საქართველოსთვისაც, როდესაც ასე ცეცხლის კალში გახვეული ქვეყანა ახერხებს ერთის მხრივ საფრთხეების თავიდან არიდებას, გადაზღვევას და მეორეს მხრივ მათ შორის ჩვენთვისაც უნიკალურ ეკონომიკურ ზრდას ამდენ წლიანსთან, ამდენი წლის განმავლობაში. ამიტომ ეს თავისით არ მოდის და ეს არ არის ის, რომ ვიღაცამ, არ ვიცი, რაღაც ციდან ჩამოგვივარდა ეს შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა არის სწორედაც სახელმწიფოს ხელისუფლების, ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან გატარებული სწორი ეკონომიკური და მშვიდობის პოლიტიკის შედეგი. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პირველი უნდა აღვნიშნა. მეორე საკითხი ეს ეხება უშუალოდ ევროკავშირს, ბუნებრივია ჩვენი კომიტეტიდან გამომდინარე, ეს ამაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ სავაჭრო, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი არის 22.1 მილიარდი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონ გიორგი, და ეს ევროკავშირი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. ესეც, არ ვიცი, კიდევ ერთი ფაქტი ზოგიერთებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ყველა სტატისტიკის მიუხედავად ვერ დაინახონ და ვერ გაიგონ რაღაცეები და ეს მნიშვნელოვანია, რომ რჩება საქართველოსთვის ევროკავშირი მთავარ სავაჭრო პარტნიორად, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა, ეს ნიშნავს იმას, რომ იმისთვის, რომ ბიზნესებმა მაგალითად ევროკავშირში გაიტანონ პროდუქტები, უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები, უნდა დანერგონ შესაბამისი ტექნოლოგიები, უნდა დანერგონ შესაბამისი პროცედურები და ბუნებრივია ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე პროდუქტის ხარისხისთვის, მომხმარებლებისთვის, რომლებიც შემდგომ თუნდაც ქვეყნის შიგნით ამ პროდუქტს იყენებენ. ამიტომ ამ მხრივ ეს სტატისტიკაც საკმაოდ დადებითია და მესამე საკითხი, რაზეც მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება, არის მომავლის თემები, საპროგნოზო მაჩვენებლები, რაც ბატონ გიორგიმ წარმოადგინა. და ასევე ის ანგარიში, რაც არის განხილული თითოეული სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ხას უსვავს ერთ რაღაცას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს ჩვენი მხრივ მზად საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის, ეს არ არის უბრალოდ ცარიელი სიტყვები. არც ევროკავშირში წევრობაა ცარიელი სიტყვები და ევროკავშირის დროშის ქნება, როგორც ზოგიერთ წარმოუდგენია. ევროკავშირში წევრობა ნიშნავს კონკრეტულ რაღაცებს. ევროკავშირში წევრობა ნიშნავს კონკრეტული რეგულაციების გატარებას, კონკრეტული რეფორმების გატარებას და უზარმაზარი თანხების ჩადებას ამ პროცესებში. და ის საპროგნოზო გეგმები, რაც თქვენ წარმოადგენთ, რაც სამინისტროებმა წარმოადგინეს, სწორედ ამ საკითხსაც პოზიტიურად ეხმიანება. ყველა სამინისტრო მომართულია იმისთვის, რომ რეფორმების ნაწილში, დაფინანსების, ინვესტიციების ნაწილში ქვეყანა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ეფექტიანად გაიაროს ეს შემდეგი წლები იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად ევროკავშირში წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ეს რეფორმები არ არის იმიტომ, მხოლოდ რომ უბრალოდ პრინციპის დონეზე ევროკავშირში წევრობისთვის ჩვენ ვიყოთ მზად. არა, რა თქმა უნდა, ეს რეფორმები ნიშნავს და ეს ინვესტიციები ჩვენ თითოეულ მოქალაქისთვის ნიშნავს უკეთეს ცხოვრების პირობებს. ამიტომ ჩვენ უპირველესად ამ ხედვით ვუდგებით ამ საკითხს, რომ ეს თითოეული ნაბიჯი აუმჯობესებს სხვადასხვა მიმართულებით, ჯანდაცვა იქნება, სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა თუ ასე შემდეგ, ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ ეს პროცესი ამასთან ერთად ხელსაც უწყობს საქართველოს ევროკავშირში წევრობას. ასე რომ სიტყვები სიტყვებად, მაგრამ ფაქტია, რომ საქმით ქვეყანა წინ დგავს ნაბიჯებს საკუთარი თავის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ეს მე ხელს უწყობს ევროკავშირში წევრობას. ამიტომ ჩვენ მე პირადად ყოველ შემთხვევაში მივესალმები ამ ნაბიჯებსაც და რაც თავარია შემდგომ ნაბიჯებსაც, რომელიც ორიენტირებულია სწორედ იმაზე, რომ უფრო მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით. ამიტომ ამ პოზიტიური ნოტით მინდა რომ ჩვენს კომიტეტის წევრებსაც, ევროპასთან ინტეგრაციის წევრებსაც, კომიტეტის წევრებსაც გთხოვოთ ამ ანგარიშის მხარდაჭერა და ხელისაწევით. დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო, გაერთიანებული სხდომა დასრულებულია.